წმინდა ოთხთავი მოქვისახარების მინიატურებით გაფორმებული ახლად გამოცემული წიგნია, რომლის წარდგინებაც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. საღამო, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 და დაბადებიდან 93 წლის თავს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით შედგა. წმინდა ოთხთავის წარდგინებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აბვა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყოველი ხელნაწერი ოთხთავისა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესრულებულა, ეს არის ნიშანი ერის მაღალი სულიერების, დიდი ინტელექტის და აი ამ გახსენება, ამ დიდი კულტურის, ამ დიდი ინტელექტუალური მემკვიდრეობის, ეს არის ერის დაბრუნება თავის ფესვებთან. მით უმეტეს ეს დაკავშირებულია მოქვთან, თანამედროვე აფხაზეთთან და ავტორი ამ იდეისა და ინიციატორი, რომ შექმნილიყო ეს ოთხთავი, არის ფონდი სიმონ კანანელის ტაძრის მშენებლობისა, რომლის მიზანიც არის, რომ ამ ტაძარში მოიხსენიებოდეს სამოქალაქო ომში ორივე მხრიდან დაღუპულნი და ეს ნიშნავს სწორედ შერიგებას, ეს ნიშნავს გამთლიანებას და ის სწორედ სულიერი ურთიერთსიყვარულით, ურთიერთმიტევებით ჩვენ გამთლიანდებით ასევე ტერიტორიულად. ქართველებს გვაქვს უდიდესი ეროვნული საგანძური, ესაც ძირითადად საეკლესიო განძი 1000 წლეულის მახსოვრობისა, რომელსაც ამჟამად სამწუხაროდ ითვისებენ სხვა ხალხები. ახლა მაგალითად აფხაზეთში ისეთი უდიდესი კულტურა, რომელიც შექმნა დრანდის, მოქვის, ბედიის მონასტრებში, ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრში, ესა საგანძური, ხელნაწერები, ოთხთავები, არქიტექტურა, საეკლესიო, თვითონ საქვეყნო ცხოვრება, ისტორია, 1000-წლოვანი ისტორია, აფხაზთა სამეფოს, რომელიც იყო ქართველთა სამეფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ქართველთა სამეფო, ამ კულტურას, ამ ჩვენს საგანძურს ითვისებენ, იტაცებენ სხვა ერები. მაშინ როცა ჩვენ გვაქვს საგანძური, რომელიც შემორჩენილი არის, სწორედ ამ მონასტრებიდან, ბიჭვინთიდან, მოქვიდან, აი დღეს ჩვენ სწორედ მოქვის სახარებას ხელახლა გამოცემულს ვნახავთ, პრეზენტაცია არის და ესა დიდი საგანძური და ჩვენ ეს უნდა თქვათ, უნდა ესე გამოვთქვათ, რომ ჩვენი საგანძური, ეროვნული საგანძური, ეს არის ქართულ ენაზე, ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ქართულ ენობას ჩვენ მივაქციოთ დიდი ყურადღება. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ულოცავ ჩვენს მორწმუნე მრევლს, ერს, ამ მნიშვნელოვანი წიგნის მეცნიერულ გამოცემას, რადგან ბატონმა ედიშერმა დიდად იშრომა და თვითონ ამ ილუსტრაციების, ფერადი ილუსტრაციების შეტანა ამ წიგნში ძალიან ავსებს ამ შრომას. აქვე არის გამოფენილი საპატრიარქო ტაძრის, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ტაძრის პროექტი, რომელსაც აშენებენ საქართველოში უპირატესად აფხაზეთის მკვიდრი მონაზვნები და მათი შემწე გულშემატკივარნი და ქტიტორები არიან ადამიანები მთელი საქართველოდან. რადგანაც ეს სიმბოლურად გვახსენებს ჩვენს, ასე ვთქვათ, წარსულ პერიოდს, როდესაც საქართველოს ერთიან სივრცეში იყო აფხაზეთი და დღეს დროებითად არ არის იგი ჩვენს გვერდით, შეიძლება ითქვას და ამ ტაძრის მშენებლობა გვაძლევს და გვადევს პასუხისმგებლობას, რომ ვილოცოთ და ვიშრომოთ იმისათვის, რომ ეს ისტორიული სინამდვილე კვლავაც აღდგეს.
აღსანიშნავია, რომ 4 თავის გამოცემის პროექტი განხორციელდა ფონდ კანანელის ხელმძღვანელის არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ თბილისის სასულიერო აკადემიას სემინარიისა და ხელნაწერთა ცენტრის მხარდაჭერით. ფონდი კანანელი ხელმძღვანელობს სამების საკადეტრო ტაძარში ტაძრის მშენებლობას, რომელიც არის აფხაზი, ოსი და ქართველთა სულის საღოხად. ეს არის შერიგების ტაძარი, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შენდება და რომელიც ვეტერანების თაოსნობით დაიწყო. აქედან გამომდინარე იყო, რომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი მოქვის ახარება, რომ ყოფილიყო ხალხისათვის ცნობილი და ამით მიგვეტანა კიდე აფხაზეთის სითბო ყველასთვის და ამით მხარდაჭერა გამოგვეჩინა ტაძრის მშენებლობისთვის და ერთობისთვის. ტაძარი, რომელიც შენდება, მას ანალოგი არ აქვს. იმიტომ რომ ტაძარი შენდება სამოქალაქო ომში გარდაცვლილთა სულების საოხად. და ეს შერიგების ტაძარი და შერიგების გაწყვეტილი ხელი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პირველად გააკეთა იმ ხალხმა, რომლებიც დაპირისპირებულები ვიყავით მეომრებმა. და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი გულები გათბეს მიტევებისთვის, შერიგებისთვის და ერთობისთვის. მე უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს საპატრიარქოსი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოიცა ახალი რედაქცია, რომელიც არის უნიკალური, ძალიან დახვეწილი, ძალიან დეტალურად და სკრუპულოზურად შემუშავებული და მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ სწორედ ეს დღევანდელი დღე იქნება საწინდარი იმ მთავარი სანუკვარი იდეის და რწმენის და ბრძოლის ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერად ღმერთთან მიახლოებული გზით, ლოცვა-კურთხევით, უწმინდესის ძალისხმევით და ჩვენი საპატრიარქოს ერთობლივი მუშაობით, სწორედ სულიერად განმტკიცდება ჩვენი ერი და ქვეყანა და ძალიან მალე გაბწყინდება საქართველო და ჩვენ აფხაზეთში, ილორში და ოჩამჩირეში ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გაბწყინებას და გაერთიანებას. 4 თავის ტექსტი ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორმა, აკადემიკოსმა ედი შერჭელიძემ. რედაქტორი არის თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი. როგორც სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, წმინდა 4 თავი რამდენიმე ნიშნით არის განსაკუთრებული. წიგნში ძველი ქართული ტექსტი შედარებულია ყველა მნიშვნელოვან ხელნაწერთან და ვარიანტირებულ სხვაობათა შორის. ბერძნული ორიგინალის საფუძველზე დადგენილია კრებულის მართებული წაკითხვანი. საზედაო ასოებით გამოყენებულია ასომთავრული ანბანი. ასევე შინაარსის შესაბამისად ჩართულია ხატწერითი მინიატურები, რომლებიც მოქვის სახელგანთქმული სახარების მანუსკრიპტისგანაა აღებული. აღსანიშნავია, რომ წიგნს თან ერთვის ლექსიკონი, რომელშიც სახარების ძველი და ქართული რედაქციების ყველა მნიშვნელოვანი სიტყვაა განმარტებული.